თავისუფლების თბილისის ბიუროს ნიუზრუმში და ვუბრუნდებით მთავარ თემას, გადაცემის მთავარ თემას გულისხმობ, თორე დღის მოვლენების მრავალი თემა თქვენ უკვე მოისმინეთ, ხოლო ეს გახლავთ შრომის კანონმდებლობა, შრომელთა უფლებები. და სწორედ ამასთან დაკავშირებით მე მინდა რომ გაგაცნოთ ჩვენი სტუმარი, ძალიან საინტერესო სტუმარი. ჩვენ ვრუნდებით ჩვენ სტუმართან ერთად, რომელიც სწორედ ეხლა უპასუხებს ჩვენს შეკითხვებს საქართველოში შრომის უფლებების შესახებ. ილო ლეჟავა გახლავთ ჩვენი სტუმარი, ის არის რო არ შემეშაოს ავიკითხავ და შენ გამისწორე თუ რამე არ თქვი, რკინიგზის პროფკავშირების ლიდერი, რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების. რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების ლიდერი და რკინიგზელთა პროტესტის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ამისთვის ჩახედვა არ მჭირდება. ილო იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც მართლაც დაიწყო შრომელთა უფლებებზე პროტესტის გამოთქმა, სწორედ თქვენ იცით და გეხსომებათ ალბათ ჩვენს აუდიტორიას ეხსომება გაფიცვების ტალღა, რომელიც დაიწყო სწორედ რკინიგზელებისგან. თუმცა ეხლა ეს საპროტესტო ტალღა მინელდა და სხვები უფრო მეტად წამოვიდნენ. მოდი საპროტესტო ტალღებზე საუბრი დავიწყოთ, რა არის ამის მიზეზი? თქვენ რატომ ხართ? მოგვარდა თქვენთან ყველაფერი და ამიტომ თქვენ საპროტესტო არაფერი გაქვთ? თუ ეხლა ჯერ ცოტა ხანი ფიქრობთ, რომ თქვათ იმათ თქვენ თავიანთი სათქმელი და მერე თქვენ აპირებთ კიდევ რომ ახალი ტალღა გვაჩვენოთ. არ არის გამორიცხული. რკინიგზის ახალი პროფესიული კავშირი ამ ეტაპზე არის იმ გაფიცვის შემდგომ შეთანხმების გაფორმებული ოქმის შესრულებაზე გადასული ეს პროცესია, რომელიც პირველი კვარტალის 2014 წლის პირველი კვარტალის ბოლოს უნდა დასრულდეს. ამ ოქმში არის აღწერილი ის მოთხოვნები, რაც ჰქონდათ რკინიგზელებს თავის დროზე გაფიცვის დროს და ადმინისტრაციამ მოაწერა ამ ოქმს ხელი და შესაბამისად ეს ძალაში უნდა შევიდეს პირველი კვარტალის დასრულების შემდეგ. Რამდენად შევა ეს ძალაში და რამდენად აისახება ეს რკინიგზელების ბედზე, ამაზე იქნება დამოკიდებული ჩვენი მომდევნო ნაბიჯები. შესაძლოა ეს. კარგი, დიდი მადლობა. მე სულ არ გიბიძგებთ ამისკენ, ეს ცხადია. აბსოლუტურად თქვენ მე მაინტერესებდა მიზეზები, რა არის და რა ვითარება ამ თვალსაზრისით. და მაინც ადამიანი, რომელიც ამაში ჩართულია და საქმის კურსია, მინდა სწორედ ახლა კანონმდებლობაზე გკითხო. მაშინ ჩვენ საუბრობდით შრომის კანონმდებლობის შესახებ, კონკრეტულად შრომის კოდექსის შეცვლაზე. ამაზე იყო დებატები, ძალიან ბევრი კამათი, აზრთა შეხლა შემოხლა. ამას ითხოვდა სამეზობლო პოლიტიკა, ხო, აი საგანგებოდ გთხოვდნენ ჩვენი კოლეგები ევროკავშირიდან, რომ აუცილებლად უნდა ცვლილება ამ სახის ყოფილიყო ჩვენს კანონმდებლობაში და აი შეიცვალა, ცვლილებები მოხდა. მე მინდა გკითხო, აი რა მოიტანა ამ ცვლილებებმა? ერთი წამით, აი რატომ გეკითხები ამასაც, ესეც მნიშვნელოვანია რომ დავაზუსტო, რომ ის რომ დღეს კვლავ აკრიტიკებენ შრომის კოდექსს და სხვათა აკრიტიკებენ არა ისინი, ვინც ცხადია რომ მათ ცვლილებები არ უნდათ და რა კი არის ცვლილებები ეს არ მოსწონ. აკრიტიკებენ ისინიც, ვინც აი ამ ცვლილებების ძალიან დიდი მომხრე იყო. ხართ არა შენ მათ რიცხვში, მოგწონს თუ არა კოდექსი და თუ არა რა არის პრობლემა? რა თქმა უნდა, კოდექსი გასაკრიტიკებელია. მარტო იმ ხრივ რომ კი ბატონო გათვალისწინებულია პროფკავშირების სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების არასამთავრობოების რეკომენდაციები, რა უნდა შესულიყო ცვლილებები ამ კოდექსში, შევიდა კიდევაც გარკვეული ნაწილი ამ რეკომენდაციების ცვლილებების სახით კოდექსში, მაგრამ ეს არის დღევანდელი მდგომარეობით მხოლოდ ფურცელზე დაწერილი კარგი კანონები, ასე ვთქვათ, რომელიც არ სრულდება და ანუ ერთი წამით. რაშია საქმე? თვითონ კანონი კარგია, მაგრამ არ სრულდება? თუ კანონშიც არის პრობლემები? კანონში პრობლემები, რა თქმა უნდა, არის და ეს პრობლემები გამოისახება, ასეღან გისმენთ და თქვენ ახსენეთ იმ ჩამონათვალი, რაც გაფიცვას კრძალავს, ეს არის შრომის კოდექსში წერია, რომ გაფიცვა იკრძალება იმ ადამიანებს, ვისის სამსახურის მოვალეობა დამოკიდებულია სიცოცხლესთან და სიცოცხლის უნარიანობასთან და ასეთი ჩამონათვალი შრომის კოდექსის მიხედვით უნდა გაეკეთებია ჯანდაცვის სამინისტროს და სწორედ ეს არის ხარჯი, რომ გააკეთა ჯანდაცვის სამინისტრომ ისეთი ჩამონათვალი, რომ სიტყვაზე არა მარტო რკინიგზელს, დამლაგებელსაც კი არ აქვს დღეს გაფიცვის უფლება, რომ გკითხოთ იმ ჩამონათვალს და რომ დავეყრდნოთ იმ ჩამონათვალს. ასე რომ კიდევ ერთი ჩანაწერი 48 საათიანზე იცით, რომ 40 საათიანის შემდეგ განაზღაურება იწყება და ასევე
48 საათიანი შემოიტანეს. უნდა გაეკეთებია ასევე ჯანდაცვის სამინისტროს ჩამონათვალი სპეციფიკური სამსახურების და გააკეთა ეს ჩამონათვალი და თქვენ წარმოიდგინეთ, რომ დარგი არ არის დარჩენილი, რომელიც 48 სპეციფიურ საწარმოს ნუსხაში არ მოხვდა და შესაბამისად 40 საათიანი ანაზღაურებაზე 40 საათიან კვირის გრაფიკზე ლაპარაკიც აღარ არის, ყველა გადავედით 48 საათიანზე. ეს უკვე ხარვეზია. გასაგებია და ის რომ არ სრულდებაო ეს ბრძანეთ თქვენ აქ თქვათ რა პერსპექტივას ხედავთ? აი ეს გაფიცვები შეიძლება იყოს ამის თქვათ ხელშემწყობი რომ რაღაც შეიცვალოს რომ მიაპყროთ ყურადღება საზოგადოება მოითხოვოს თუ აი როგორ რა არის ეს რა ეს გააქტიურებული გაფიცვები რას ნიშნავს? კი ბატონო გეტყვით გააქტიურებული გაფიცვები ნიშნავს ძალიან კარგი რამ არის რაც მოხდა სახელმწიფოში ნოემბრის შემდეგ შეიცვალა ის მთავრობა რომელიც არ გსვამდა მოლაპარაკებებზე დასაქმებელთან და თუ რამე პროტესტს გამოთქვამდი ერეოდა პოლიცია, ერეოდა რაღაც ორგანოები, რომელიც გაგიტაცებდნენ, დაგაპატიმრებდნენ, რაღაცას სიტყვის გამოთქმის საშუალებას არ მოგცემდნენ, ეს შეიცვალა შრომის კოდექსმა ახალმა მთავრობამ დაგვსვა მოლაპარაკებებზე ადმინისტრაციასთან, მაგრამ ადმინისტრაციას ჭირდება ის მექანიზმი, რასაც შრომის დაცვის ინსპექცია ქვია, ეს როგორც ადმინისტრაციას ასევე ჩვენს გვჭირდება, რომელიც გააკონტროლებს იმას, რაც შრომის კოდექსში წერია. ეს დღეს არ არის საქართველოში. ამიტომაც ხდება ეს გაფიცვების შედეგად გარდა ამისა შრომის კოდექსმა გაფიცვებიც კი შეზღუდა სხვათა შორის და პირიქით კარგი ესა დამსაქმებლებისთვის კარგი ვარიანტია ეს ეხლანდელი ჩანაწერი 21 დღიანი ვადა აქვს დამსაქმებელს რაც წინა კოდექსში არ იყო და პირდაპირ შეგეძლო დავა თუ არსებობდა გაფიცულიყავი მაგრამ დღეს 21 დღიანი ვადა უნდა დაიცვა რკინიგზის შემთხვევაში მაღარუელების შემთხვევაში კაზრჩი რაც ხდება ეს ვადები დაცულია და სამწუხაროდ ვერ იყენებს ამ ვადას ადმინისტრაცია და დამსაქმებელი და ამიტომ ხდება გაფიცვები. ან 21 დღიანი ვადა აქვს იმისთვის რომ მოგელაპარაკოს. თუ არ შედგება მოლაპარაკება და თუ არ დაგიჯდება მოლაპარაკების მაგიდაზე დამსაქმებელი, მაშინ რა თქმა უნდა გაფიცვა მოხდება და ამიტომ ხდება გაფიცვები რომ მოლაპარაკება უჭირს ადმინისტრაციას დამსაქმებელთან. ეს მოიტანა, რა თქმა არა, კვლავ არ უჭირს. რატო გეკითხებთ, იცით? აი ძალიან საინტერესოა, თქვენ შეამშვით ხა ამას შეიარაღებული თვალი არ ჭირდება, რომ სწორედ ცვლილებებს მოხვა განსაკუთრებულად დიდი საპროტესტო ტალღა. აი ეს რას ნიშნავს? იმას რომ თქვათ მანამდე ეშინოდათ მშრომელებს და ვერ გამოხატავდნენ ამ საპროტესტოს, სავიანთ პროტესტს, ეხლა ნაკლებად ეშინა და ამიტომ ამბობენ, რომ დროში დაემთხვა რეალისტურად ცვლილებები კანონმდებლობაში და სწორედაც ესე ვთქვათ საპროტესტო ტალღაზე. კი ბატონო, ცვლილებებთან მე დიდად ვერ დავაკავშირებდი ამ გაფიცვებს პირიქით. არა, დროში დაემთხვა. დროში რა თქმა უნდა დაემთხვა, იმ დროში დაემთხვა ეს თავრობის შეცვლა და ეს ყველაფერი. ანუ ჩვენ მოგვეცა საშუალება, რა თქმა უნდა, ეგ არის ყველაზე გადამწყვეტი ამ შემთხვევაში გაფიცვები რომ ხდება მარტო იმიტომ რომ თავრობამ დაიჭირა დემოკრატიული პოზიცია ამ შემთხვევაში და არ ერევა იმ ფორმით, რა ფორმითაც წინა მთავრობა ერეოდა დამსაქმებლის და დასაქმებულის ურთიერთობაში. მაგრამ ზედმეტად არ ერევა. უნდა ჩაერიოს მედიაციის მომენტში, რაც სამწუხაროდ აგვიანებს ამ შემთხვევაში მთავრობა რეაგირებას ხოლმე, როგორც ხედავთ კაზრეთის შემთხვევაში სულ ახლახან დაინიშნა მედიატორი და როცა ერთი თვეა უკვე ეს გაფიცვა მიმდინარეობს, აი მედიაციის საშუალება უჭირს მთავრობას ამ ეტაპზე თორე გაფიცვა მოხდა მხოლოდ იმიტომ რომ ჩვენ მოგვეცა საშუალება ადმინისტრაციას დამსაქმებელს დაველაპარაკოთ. აქამდე არ ქონდა ეს საშუალება ჩვენ და ადმინისტრაცია შორის იდგა სახელმწიფო რომელიც არ გიშვებდა ადმინისტრაციასთან მე მელაპარაკე მე წაგიყვან რაღაც დაჭერები და მთელი ამბები პროფკავშირის მარტო პროფკავშირული საქმიანობის გამო არაერთი დაპატიმრებული ადამიანი განთავისუფლდა სულ ახლახან სწორედ ამ გაფიცვების ორგანიზების იმ დროში. კეთილი, ძალიან დიდი მადლობა. მე თუ სწორად გაგიგეთ, აი ეს საპროტესტო აქციები ახლა სწორედ ერთდროულად ემსახურება იმ მიზანსაც, რომ დამსაქმებელს, თქვა, თავისი პრეტენზიები და თავისი სურვილები გააგებინოს და მოსთხოვოს, რომ შეასრულოს და ასევე მოუწოდოს ხელისუფლებას და მთავრობას, რომ დაიცვას კანონი. რა თქმა უნდა, აი კიდევ მანდ მინდა ერთი-ორი სიტყვით თქვა, რომ გაფიცვა უკვე ის პერიოდია, როდესაც მთავრობა უნდა ერეოდეს. ამიტომ ვახსენებ ეს 21 დღიანი ვადა. 21 დღე ჩვენ გვაქვს საშუალება დაუჯდეთ ადმინისტრაციას და თუ ეს შედეგი არ მოხდა და გაფიცვა მოხდა, მაშინ ეს მთავრობა აუცილებლად უნდა ჩაერთოს მედიაციის საშუალებით და კარგი იქნება რომ აი ეს მედიაცია გაციოს დასაქმებულს და დასაქმებულის შორის და ამ შემთხვევაში ესა მოხდება ამ კოდექსის უკვე რეალურად
გატარება. ანუ დასახვეწია თვლით. დასახვეწია ქმედებები და ადმინისტრაციის დასაქმებულების და მთავრობის, თორე კოდექსი ვერ ვიტყვით რომ იდეალურია, მაგრამ კარგია წინასთან შედარებით, რა თქმა უნდა. კეთილი, ძალიან დიდი მადლობა. ილო ლეჟავა გახდათ ჩვენი სტუმარი. ჩვენ ვსაუბრობდით შრომის კანონმდებლობაზე, შრომის კოდექსზე, რომელიც შეიცვალა, მაგრამ კვლავ ძალიან დიდი კამათი და ასთა სხვადასხვაობა მოსდევს ამ ამბავს. ერთი რამ კი ცხადია, რომ ჯერჯერობით ძალიან ბევრი რამის შეცვლას ითხოვენ მშრომელები, რომლებიც დღემდე უკვე მე რამდენი თვეა გამოსული არიან ქუჩაში და მოუწოდებენ როგორც ხელისუფლებას, ასევე დამსაქმებელებს ამ ცვლილებების